მოგესალმებით GLSN net-ის მომხმარებლებს და ამ ვიდეოში მინდა გასწავლოთ თუ როგორ ვისარგებლოთ ანუ სხვადასხვა თამაშებიდან ანუ თამაშებში კაცებს თუ ვეხსნით როგორ ანუ save ფაილები როგორ დავამატოთ მაგრამ ანუ ჩვეულებრივ თამაშებს იქ პაკები აწერია შეუხვალ და გახსნი მაგრამ ძალიან ჭირს ხოლმე როცა ემულატორიანი თამაშებია მაგალითად Naruto-ში პუდენი ეს ემულატორიანი თამაშები ანუ ძალიან რთულია რომ იქიდან დრამე დაამატო მე ახლა მაქვს გახსნილი კაცები save ფაილის დამატებით ანუ მე თვითონ არ გამიხსნე იმიტომ რომ რეალურად შეუძლებელია მე თუ მკითხავ თან ისეთი ვინმე უნდა მონახოთ ვინც კარგად იცის ჩინური რაც დავეთანხმებით რომ ცოტა რთულია ეს თამაში აბსოლუტურად ჩინურ ენაზე და ძალიან ჭირს ამ მენიუში ადაპტირება ამისთვის შეგვიძლია ჩვენ გადმოვწეროთ save ფაილი და გავიხსნას ანუ მთელი კაცი მაგრამ ამ save ფაილის დამატება არის ერთი დავიბარება და უბედურება მაგრამ სინამდვილეში არის ძალიან მარტივი აი როგორც ვამბობდი მართლაც ნახეთ რომ ყველა კაცია გახსნილი save ფაილის დამატება ხდება ძალიან მარტივად save ფაილის ენა დაბოლოებული ხსნის ფაილი bin ან დაბოლოებული ალბათ შეხვედრიათ ასეთი გაფასების ფაილები და ვამატებთ შემდეგნაირად აი აქედან ინსტრუმენტი აი აქ ინსამოდეთ მეორეზე import სოხლანიანი file with გავგიტეთ ესეთი აპლოდებს შეტანები ხოლმე ეს ფანჯერას და ჩავწერთ აქ data ანუ მე უკვე ანუ ჩაგდებული მაქვს და აღარ ჩავაკეთებ უბრალოდ ან data-ს გამოიყენებ და open system გამოგიტანთ რამდენიმე ოპციაზე და ყველას დაეთანხმებით yes ან OK იქნება და შემდეგ სასურველია კომპიუტერი გადაკვეთოთ, ჩართოთ და შეუძლებელია გახსნილი კაცები იქნება. მე სამი თამაში მაქვს ასეთი ემულატორით და სამივე აბსოლუტურად პრობლემის გარეშე გაიხსნა. ანუ იგივე ეს თამაშიც პრობლემის გარეშე იხსნება და ყველა კაცია დამატებული. რაც დავეთანხმებით რომ არის კარგი და ანუ ყოველი დროის ჩინურ ენაზეა ეს თამაშიც და ამიტომ ამაშიც მენიუში ადაპტირება ძალიან გაგიჭირდებათ. სულ ეს იყო გასწავლით მარტივი გზა როგორ დავამატოთ ანუ აქედანაც ჩვეულებრივად ემატება ანუ უბრალოდ მოძებნოთ ანუ თუ ეს არის სხვანაირი ემულატორი ალბათ ხვდებით რომ სხვა იმის ის არის ანუ გასახსნელი ემულატორია მაგრამ არაფერი არ იცვლება აქედან ჩვეულებრივად აქაც დაამატებთ იგივე გახსნის ფოლდერი უნდა მოიძებნოს სხვა არაფერია ისეთი ну მაგრამ როგორც წესი ხოლმე ანუ რა რითაც ის გავხსენი დოლფინით ანუ ყველაზე დოლფინ ეს რომ არის ეს არის ემულატორის დასახელება ყველა თამაში მოდის თითქმის ამით ანუ ვიზე რომელიც არის და არ გაგიჭირდებათ არანაირად სულ ეს იყო ამ ვიდეო გაკვეთილში ისწავლეთ თქვენ როგორ უნდა გამატებინათ კაცები და რა ვიცი თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო გაკვეთილი დავდებ ხოლმე კიდევ სხვადასხვა ვიდეო გაკვეთილებს ნახვამდის